მთელი ლიბერალური მსოფლმხედველობა ეფუძნება იმ იდეას, რომ ადამიანები უნივერსალური თვალსაზრისით ერთნაირები ვართ. ეს იდეა სხვა არაფერია თუ არა გრანდიოზული უარყოფა ისტორიის, ენებისა და კულტურის და ეს სრული კატასტროფაა. რადგან ეს ხალხი, რომლებიც ჩვენთან მოდიან, რა თქმა უნდა, ისტორიისგან განცალკევებულნი არ არიან. ისინიც ისტორიის ნაწილი არიან, რომლებიც ჩვენი ისტორიისგან რადიკალურად განსხვავდებიან. მათი ისტორია ხშირ შემთხვევაში უაღრესად მტრულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ. ისინი არ არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები. მათი იდეები და ღირებულებები უმეტეს შემთხვევაში ჩვენი კულტურის საწინააღმდეგოა და აგრესიულადაც აზიანებს მას. ჩვენ თავადვე დაუქვემდებარეთ თავი იმ მითიურ იდეას, რომ ყველანი უნივერსალურად ერთნაირები ვართ. ამან კი ჩვენი ღირებულებები გაანადგურა და მოწყვლადი დაგტოვა უცხო კულტურების წინაშე. ეს სრული კატასტროფაა. ცდილობ ხალხს ავუხსნა, თუ სად, როგორ და რატომ იქნა შეცდომები დაშვებული და როგორ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაწარმოებდით პოლიტიკას იდეების გარეშე, სადაც წინა საარჩევნოდ მთავარი დაპირება იყო საშემოსავლო გადასახადზე 2%-ის მომატება ან დაკლება. შემდეგ კი არჩევნებში ეს პოლიტიკოსები იმარჯვებდნენ. ამაშკარა უგუნურებამ, რომელსაც ხელს უწყობდნენ ოქსფორდის პროფესორებიც, დანიელ ფინკელშტაინის მსგავსი ადამიანები და ბრიტანული პრესა დაგვაკნინა, გაგვაღარიბა და დაუცველი დაგტოვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე თქვენთან მეორედ მოვედი, სწორედ ის არის, რომ ვისაუბრო საჯარო განათლების ამ უზარმაზარ საკითხზე. მახსენდება არაჩვეულებრივი ბიბლიური მომენტი, როდესაც ხალხს შეა მათ გამოკება სჭირდებათ. თუმცა ხალხს არა მხოლოდ საჭმელი, არამედ იდეები და ღირებულებებიც სჭირდებათ ცხოვრებისთვის. თუ ადამიანებს სწორ ღირებულებებს არ შთააგონებთ, ისინი ცუდ იდეებს აითვისებენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.